გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ეს Mercedes-ია, E-კლასი. ჩვენთვის უფრო კარგად ცნობილი როგორც E-კლასი. 3-დან 0 twin turbo ძრავი, 6 ცილინდრიანი, 2020 წლის ფორმატიკი. ანუ 4-ვე წამყვანი. როგორც ხედავთ, ეს ავტომობილი არის კუპე. დღეს მოგიყვებით ამ ავტომობილის შესახებ. მის შექმნის ისტორიას, რომელ წელს შეიქმნა პირველად. როგორი მანქანაა ზოგადად ქალაქში გადაადგილების დროს, რამდენად რთული შესანახია, რამდენად გამძლეა და ასე შემდეგ. მოკლედ დეტალურად ჩავშლით ამ მანქანას. ნახოთ როგორი მანქანაა. 1953 წელს, როდესაც გამოვიდა W100, ზედმეტსახელად პანტონი, რეალურად მაგ მანქანამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე E-კლასს. პირველი E-კლასი გამოჩნდა ბაზარზე 1995 წელს W210. შეიძლება ეხლა ვიღაცები შემეკამათოთ, რომ არაო ძმაო, პირველი E-კლასი 93-ში გამოვიდა და იყო W123 და W124-ო. ნუ ნაწილობრივ მართლებიც იქნებით, მაგრამ თლად ეგრეც არ არის. იმიტომ რომ 95-ში როცა გამოვიდა W210, ეგრეთ წოდებული მრგვალფარებიანი Mercedes-ი, ის იყო თავიდან ბოლომდე აწყობილი როგორც E-კლასი და არ იყო რაღაც სხვა სეგმენტის მანქანა, გადაკეთებული ან გარესტაილინგებული E-კლასად. შესაბამისად, პირველ ოფიციალურ E-კლასად ითვლება მრგვალფარებიანი Mercedes-ი W210. ვიღაცებისთვის ლეგენდა, ვიღაცებისთვის უბრალოდ იმ დროისთვის კარგი მანქანა. მოდი შევეხოთ აქაურობის ინტერიერს. რა ხდება და რა გვაქვს აქ? ეს არის ხე, არ ვიცი ამ ხეს რა ქვია, რომელიც თან ლამაზად გამოიყურება, თან დიდად არ მომწონს. საბოლოო ჯამში ვერ ვხვდები მომწონს თუ არა, მაგრამ ისეთი არ არის, გამაღიზიანებელი არ არის. ნუ თავისი მინუსები რა თქმა უნდა აქვს, იმიტომ რომ ეს საღებავი და ლაკი დროთა განმავლობაში აქერცვლას და გადასვლას იწყებს, მაგრამ ანუ არაუშავს. აი, აქ რა ხდება? Mercedes-ის სავარძლების გასასწორებელი, წინ უკან რამდენიმე განყოფილებიანი სავარძელი აქვს, სავარძლის მეხსიერება, თუ რამდენიმე ადამიანი მართავთ ოჯახში მაგალითად, ქმარი, მეუღლე, ან ნუ რა მნიშვნელობა აქვს, დააყენებთ მარტივად თქვენთვის მორგებული სავარძლის ზომას და ფორმას, როგორც გინდა და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით აღმოჩნდება იმ პოზიციაში, რომელიც მოგწონთ. ნუ აქ გვაქვს სტანდარტულად შუშების აწევ-დაწევა, სარკეების გასწორება, ჩაკეტვა, ფარების ანთება, საბარგულის გახსნა და ასე შემდეგ. აქ რა ხდება? აქ გვაქვს პატარა საათი, რომელიც არ ვიცი რა მოვალეობას ასრულებს, საათია, მამეთ რა მოვალეობა უნდა შეასრულოს, მაგრამ სრულიად უფუნქციოდ გამოიყურება, იმიტომ რომ მართვის დროს, როცა მიდიხარ, პირველ რიგში საათი აქაც აწერია და მე ესე თავის დასახრელად მეეჭვება ვინმე აკეთებდეს მაგას, რომ გაიგოს რომელი საათია. აქ გვაქვს ერთი სათავსო, სადაც შეგიძლია აქ ტელეფონი ჩადო, აქ არ ვიცი, ჭიქები ან რამე რაც გინდა ჩაალაგო, USB პორტი გვაქვს და მანდ მეტი არაფერი. აქ გვაქვს ერთი ცოტა მოზრდილი სათავსო, სადაც კიდე სხვა რაღაცეების შენახვა შეგიძლია და აქ გვაქვს ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი, სადაც არის პერო. კიდე ეს Mercedes-ის ცნობილი საჰაეროები, რომლებიც ტურბინებს წააგავს. ნუ ცუდი არ არის. მე ზოგადად ანტინიკელისტი ვარ, ეს ნიკელის რაღაცეები საშინლად არ მომწონს. ნუ ეს ახლა ნიკელი არ არის, მაგრამ ნუ მაგ ფერში არის და შესაბამისად მე დიდად ესეც არ მომწონს. საჭე საკმაოდ ნორმალური ფორმა აქვს, ჩვეულებრივი მრგვალია, არაფერი განსაკუთრებული. ხელში საკმაოდ კომფორტულად ზის, მასალაც კარგი მასალისგან არის გაკეთებული, არ სრიალებს და არ გაწუხებს.
იგივე ფერში არის ტორპედოც გაკეთებული, რომელიც არის მოტყავ მასალა, ნახევრად რბილი არის, ზოგან არ არის რბილი საერთოდ. ჯერჯერობით მყარად არის, არაფერი არ ჭრაჭუნობს მანქანაში. რაღაც პატარა დეტალებს თუ არ ჩავხოთ. სავარძელი მომწონს ამ მანქანაში, მე მგონი ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძალიან კომფორტული სავარძელია, საკმაოდ კარგად სიხარ. მოსახვევებში ისე შედიხარ მანქანით ცოტა მაღალ სიჩქარეზეც, რომ სავარძლიდან არ სრიალებ. საბოლოო ჯამში კომფორტული სავარძელი არის. აი, მოდი ახლა ჩავიხედოთ ძრავის ხუბში, კაპოტში და ძრავზე მოგიყვებით რაღაცეებს. მოკლედ, აქ რა ხდება? ეს არის 3-დან 2 twin turbo, biturbo, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 330 ცხენის ძალას. ეს არის შედარებით ძველი თაობის ძრავი არის, სადაც ჯერ კიდევ ვისებრი ფორმის განლაგება ხდება ცილინდრების და inline, ანუ ერთმწკრივად განლაგებული არ არის. ეს არის 6 ცილინდრიანი ძრავი. საკმაოდ ცოცხალი ძრავია, პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს, ტუნინგებს გულისხმობს stage 1, stage 2, მე stage 2-ზე უკვე გიწევს, რომ რაღაცეები შეცვალო და ცოტა ხელები აფათურო, მაგრამ stage 1-ზე მარტო პროგრამული უზრუნველყოფით ყოველგვარი ყველაფრის გარეშე შეგიძლია ცხენები მოუმატო დაახლოებით 400+3D. ამ ძრავზე მიბმულია 9 სიჩქარიანი ჯიტრონიკი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მუშაობს საკმაოდ რბილად და საკმაოდ კარგად და ერთ-ერთი საუკეთესო არის. ეს არის Mercedes-ის მიერ შექმნილი გადაცემათა კოლოფი და შესაბამისად ძალიან კარგად მუშაობს ამ ძრავთან სინქრონში. ორი ტურბინა გვაქვს, რომელიც არის ბლოკებთან გვერდებზე განლაგებული. ერთი ტურბინა პასუხისმგებელია 3 ცილინდრზე, მეორე ტურბინა პასუხისმგებელია 3 ცილინდრზე. სხვას აქ ისეც ვერაფერს საინტერესოს ვერ დავინახავთ, რადგან ყველაფერი შეფუთული არის პლასმასებში. ხო, ეგ არის. კაი, უკან მივიდეთ ახლა, რაღაცეები მინდა იქაც რომ გაჩვენოთ და თან რაღაცეები მოგიყვეთ. ხო, როგორც გითხარით, მე დიდათ ეს ნიკელები ამ მანქანაზე კი არა, საერთოდ არც ერთ მანქანაზე არ მომწონს. აი რაღაც გოიმური მდიდრული პონტი არის პირადად ჩემთვის რა, არ ვიცი, გემოვნების ამბავია, ზოგ შეიძლება მოსწონს, ზოგ შეიძლება არ მოსწონს. დისკები, ეს ქარხნული დისკები არ არის, AMG-ის დისკებია, მაგრამ უხდება, ჩემი აზრით ოდნავ დაწევა ამ მანქანას ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ ყველამ ვიცით თბილისში როგორი გზებიც გვაქვს და ცოდო არის მანქანა იმისთვის, რომ ყველა ორმოში გადასვლის დროს უხახუნოს რაღაცეები. შესაბამისად ესე არის. კაი, აქ რა ხდება? აქ გვაქვს ეს საშინელება, რომელიც პირველი ვინ მოიგონა და ვინ გააკეთა არ ვიცი, გულისხმობ ამ ვითომ მაყუჩებს. და მერე ბევრმა სხვა ბრენდმაც დაიწყო იგივეს გაკეთება. რაც მე ძალიან არ მომწონს და არ ვიცი, რავი, ჭუჭუს წელვა არის პროსტა და მეტი არაფერი რა. სამყაროში არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მაგალითად, ქათამი იყო პირველი თუ კვერცხი, დედა უფრო გიყვარს თუ მამა და Mercedes-ი ჯობია თუ BMW. ეგეც გემოვნების ამბავია. Mercedes-საც ყავს BMW-ზე კარგი მოდელები და BMW-საც ყავს Mercedes-ზე კარგი მოდელები. და მგონია, რომ ესე კონკრეტული პასუხი მაგ კითხვაზე არ არსებობს, რომ აი Mercedes-ი უეჭველი ჯობია ან BMW უეჭველი ჯობია. კაი, ეხლა ნახე აქ რა ხდება. 93 წლამდე გვხვდებოდა ნიშანი, კი არა და ციფრების მერე. რაც ნიშნავდა ინჟექტორს
და მიანიშნებდა იმაზე, რომ ავტომობილი კარბურატორზე არ არის და აქვს ინჟექტორული შეფრქვევის სისტემა. 93 წელს W123-ში უკვე გადმოინაცვლა დასაწყისში და უკვე მიენიჭა კლასის აღმნიშვნელი დატვირთვა და სიმბოლო. კიდე ძალიან კაი არის. ოღონდ მარტო Mercedes არ აქვს, კიდე ბევრ სხვა მანქანას აქვს და არც ის ვიცი რეალურად პირველი ვინ იყო. უკუსვლის დროს კამერა ამოდის აქედან. და ძალიან კარგი არის და რატო არის კარგი? როდესაც კამერა ბევრ მანქანას უბრალოდ ისე უყენია, არანაირი დაცვა არ აქვს, წვიმის დროს, ცოტა ცუდამინში როცა მოძრაობ, ისვრება და ფაქტიურად აღარ გაქვს მერე უკანა ხედვის კამერა. ეს იცავს კამერას კენჭებისგან, წვიმისგან, ტალახისგან და ნებისმიერ დროს სუფთა რჩება და სუფთა გაქვს უკანა ხედვის კამერა. მოდი საბარგულშიც ჩავიხედოთ, ნახოთ ერთი აქ რა ხდება. ხო. აქ გვაქვს სათადარიგო საბურავი, რომელიც უნდა იყოს ქვევით, მაგრამ დევს აქ. სივრცე არც პატარა, არც დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არის კუპე და უკან მაინც იმდენად კარგად ზიხარ, რომ მგონია, რომ ჩვეულებრივ 4-კარიან სედანში ზიხარ და არანაირი დისკომფორტი არ გექმნება, როდესაც უკანა სავარძელზე ზიხარ და გიწევს გრძელ გზაზე გადაადგილება. კაი, წამო მაგასაც შეგახედებ, როგორ ჯდები უკან. მოდი ჯერ ვნახოთ წინ მჯდომი მგზავრი როგორ ზის. მე მგონი, რომ აქ ადამიანი ისე ზის, როგორც საჭიროა, კომფორტულად. სუოდნავ უკან გაწევა შეიძლება სკამის. კაი, ეს საკმარისია. ძალიან კომფორტული არის და ამის ფონზე ვნახოთ ახლა უკანა მხელა ადგილია. უკან საკმაოდ კომფორტულად ვზივარ. დაინახეთ წინა სავარძელი როგორ იყო მიწეული. ეს ავტომობილი არის 4-კაციანი. აქ შუაში გვაქვს ეს რაღაც და შესაბამისად აქ ცოდუარი ვინმე რომ დასვა, დავჯდები. ჩათვალე ტაბურეტკაზე ზიხარ და ხო, არასწორებს აქ ჯდომა რა. 4 კაცი ამ ავტომობილით ნებისმიერ ადგილას სახვალთ, არ გულისხმობ ხა უფროვაც და რაღაც საშინელ გზებს, მე გულისხმობ შორ მანძილზე, გრძელ მანძილზე, ისე გადაადგილდება ამ ავტომობილით 4 ადამიანი, რომ არავის არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება და არ წავაიფაზრები, რომ ცოტა წინ მიწიეს კამი ძმა, ცოტა უკანას. კაი, მოდი ახლა გავიაროთ და ვნახოთ როგორ დადის ეს ავტომობილი, რამდენად კომფორტულია გადაადგილების დროს და სხვა დეტალები უკვე სიარულის დროს განვიხილოთ და გავიაროთ რაღაცეები. სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი ხელზე გვაქვს. მონიტორი, საკმაოდ დიდი მონიტორია და საკმაოდ ხარისხიანი გამოსახულება აქვს. რაც ასწორებს და კაია. ასევე გვაქვს 360 კამერები, სენსორები ყველა მხარეს. რაც კომფორტულია. როგორი ავტომობილია, იცი? თუ გქონია შეხება სხვა ავტომობილის საჭესთან და პირველად როცა ჯდები, ცოტა მიუჩვევლობის შეგრძნება რო გეუფლება, ამ ავტომობილზე არ ვიცი ეს ჩემთან ხდება მარტო თუ ზოგადად ეგეთი ავტომობილია, მაგრამ მე ეგეთი დაბეჭდილება დამრჩა, რომ პირველად რო დავჯექი, რატომღაც მეგონა, რომ თითქოს ბავშვობიდან და მთელი ცხოვრება ამ მანქანას ვატარებ რა. ეგეთი შეგრძნებები მოაქვს. და საკმაოდ კომფორტი არის ჩემი აზრით ეგ, იმიტომ რომ არ გჭირდება შეჩვევა და რამდენიმე დღე ტარება, რომ ცოტა მიხვდე მანქანას რა და როგორ და ასე შემდეგ. საჭე იმდენად რბილია, რომ რაღაც მომენტში ამის მიჩვევა საჭიროა
რადგან ცოტა ოდნავ რესკად თუ მოგივიდა მოხვევა უკვე ძალიან ისეთ მანევრს აკეთებს, რომ ძალიან იგრძნობა შიგნით და ძალიან რაღაცას გაკეთებინებს რა. ამ ავტომობილის წონა არის დაახლოებით 1800-1900 კილოგრამი და 0-დან 100-მდე ჩქარდება 5.1-5.2 წამში. რაც ესეთი მძიმე მანქანისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ცოტა სწორმონაკვეთზე როცა მოუხდებით, აჩქარებას გაჩვენებთ და გაგიზიარებთ იმ ემოციებს, რასაც გამოიწვევს. რადგან ეს ავტომობილი საკმაოდ მძიმეა, სავალ ნაწილზე მიდის დიდი დატვირთვა. თან თუ გავითვალისწინებთ თბილისში როგორი გზები გვაქვს, ხშირად არის მიზანშეწონილი, რომ გადამოწმდეს ხოლმე, რომ სამომავლოდ რაიმე სერიოზული დაზიანებისგან ავირიდოთ თავი. რაც შეეხება ძრავს. ზოგადად ეს ძრავები არის მიდრეკილი გადახურებისკენ და მაღალი ტემპერატურა აქვს ზოგადად ამ ძრავს. შესაბამისად, ხშირია წყობიდან გამოსვლა მილების, რომლებიც შრებიან, შეიძლება დასკდეს, ასე რომ მაგაზეც მისაქცევია ყურადღება, რომ ყიდვის შემთხვევაში თუნდაც ისე არ მოხდეს, რომ ვიყიდოთ ავტომობილი, შემდეგ წამოხვიდეთ და რაღაც ცოტა დროის გასვლის მერე პრობლემები შეგექმნათ. კიდე მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, ვინც გაითვალისწინებთ. როდესაც ავტომობილის ყიდვას ზაპირებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს კონკრეტული მანქანა იქნება თუ სხვა ნებისმიერი მოდელი. როცა გონია კომპიუტერზე შეერთების მერე, რომ სუფთა ავტომობილია და არანაირი პრობლემა არ აქვს, რეალურად ეგრე არ არის. არსებობს დაზბროსვა, ანუ განულება, შეცდომები იშლება. და შემდეგ უკვე როცა იყიდი მანქანას, ცოტა ჩააჭერ, მაღალ ბრუნებზე გაივლი, ცოტა სწრაფად ისა ესა და უცებ აგინთებს ყველაფერი, ამოგიყრის შეცდომებს და რა გრჩება, გადაფორმებული ყავს უკვე მანქანა. შესაბამისად, ვისგანაც იყიდე, შეგიძლია მაინც პასუხი მოთხოვო, მაგრამ ხო ხვდებით ახლა ეგ როგორი ამბავია რა. ასე რომ ჯობია, სანამ მანქანას იყიდი და სანამ კომპიუტერზე შეაერთებ, გაიარო სწრაფად, ჩააჭირო, ნახო მაღალ აბაროტებზე როგორ მუშაობს მანქანა. თუ რამე ისეთი პრობლემა აქვს, შენ თვითონაც იგრძნობ მაგას, მაგრამ თუ რამე ისეთი დამალული პრობლემა აქვს, როცა სწრაფად გაივლი 10-15 კილომეტრს, შეიძლება ცოტა ნაკლებსაც და მერე რო შეაერთებ კომპიუტერზე, მერე უკვე ისეთ შეცდომებს ამოგიყრის, რაც მანამდე წაშლილი იყო და ფიზიკურად ვერ კითხულობდა სკანერი. ბენზინის მოხმარების ხარჯები. ეს ავტომობილი მოითხოვს სუპერს. პრემიუმი ამისთვის უკვე დაბალი ხარისხია, რეგულარზე ხო საერთოდ ლაპარაკით ზედმეტია. დაახლოებით წვა არის 12-დან 16 ლიტრამდე გააჩნია, როგორ დადიხარ, რამდენად აგრესიულად მართავ, რამდენად დიდ საცობში მოგიწევს გაჩერება და ასე შემდეგ. შეკეთების ხარჯები. ჩვენ საქართველოში გვაქვს Mercedes-ის ცენტრი. თუ რამე ისეთი გაგიფუჭდა, რასაც ეს ჩვეულებრივ ხელოსანთან ვერ შოულობ, ანუ ვერ შეაკეთებ, შეგიძლია მიხვიდე ცენტრში. თუ იქ არ აღმოაჩნდებათ ის კონკრეტული ნაწილი, რაც შენ გჭირდება, არც ეგ არის დიდად პრობლემა, ცოტა ლოდინი მოგიწევს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაგნებ და იშოვი იმ ნაწილს, გამოიწერენ ძმები, ჩამოიტანენ და გააკეთებენ შენს მანქანას ისე, როგორც საჭიროა. ეხლა ცოტა უსწორმასწორო გზაზე მომიწია გავლა და ძალიან კომფორტული არის, ძალიან რბილად დადის. ძალიან კარგი დაკიდების სისტემა აქვს. სავარძლები მე პირადად მომწონს, კომფორტულია. საჭე არის ურბილესი. დაგყვება ძალიან კარგად, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ცოტა მიჩვევა უნდა, იმიტომ რომ ძალიან გრძნობიარე საჭეა. ხედვის არეალი გაქვს საკმაოდ კარგი.
ცოტა დაბალზე ზიხარ, დაბლიდან იყურები, მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც საკმაოდ გაშდილად და ისე ჩანს ყველაფერი, რომ ხედავ მოკლედ ყველაფერს. რა თქმა უნდა, სარკეებში ჩანს ყველაფერი იდეალურად, აი ცოტა უკანა ხედვის სარკე მოიკოჭლებს მაგ ამბავში, რადგან უკან საკმაოდ დახრილი არის ავტომობილი, თან უკანა შუშაც არც ისე დიდია, მაგრამ ეგეც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ რაც საჭიროა, ის მაინც ჩანს. ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ის ფაქტი, სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი აქ ხელზე რო გვაქვს. რადგან ხელს ვდებ ხოლმე ამ ბერკეტზე და ვასვენებ ხოლმე ხელს ცოტა დიდ გზაზე თუ მიცევს გადაადგილება. ხო და აქაც ვცადე წეღან იგივე და ჰაერში შემრჩა ხელი ვერაფერზე ვერ დავდე. ნუ ეგეც მიჩვევის ამბავია, ცოტა უკან დადებ და აქ ჯოისტიკზე შემოვაგდებ ხელს. ხელის დასვენების პრობლემა არ გექნება. აქ საჭეზე გვაქვს შიფტერები, რომელთაც შეგიძლია ხანდახან გაერთო. საკმაოდ პატარა ზომის არის, კომპაქტურია, მაგრამ ისეთ ადგილზე არის განლაგებული, რომ ხელს ვერ ააცილებ რა. მე პირადად დიდად ის ფაქტი არ მომწონს საჭეს რო დაყვება შიფტერები. მირჩევნია ხოლმე შიფტერს თუ ხმარობ, ისეთი შიფტერები იყოს, რომელიც დამოუკიდებლად არის საჭის მექანიზმისგან და არ არის მიბმული და საჭეს არ დაყვება. მაგრამ ნუ ესეც გამოდგება რომ რამე გასართობად. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ავტომობილის შეკეთების დროს რა არის? სწორი დიაგნოზის დასმა. შენ თუ სწორი დიაგნოზი მანქანაზე დასმული გაქვს და იცი რომ ან ბენზონასოსი გაქვს შესაძლებელი, ან პომპა, ან რავი ნებისმიერი რაღაც და იმ სათადარიგო ნაწილით უკვე მიდიხარ ხელოსანთან, ბევრი ხელოსანი არის, ვინც ამას შეგიცვლის და დაგიყენებს და გამართავს მანქანას. მაგრამ ყველაზე დიდი და რთული პრობლემა არის, ჩემი აზრით, ეგ რომ დიაგნოზის დასმა არის ძალიან რთული რა. ერთი ხელოსანი გეუბნება, რომ აპორნი გაქვს შესაძლებელი, მეორე გეუბნება, რომ ბენზონასოსი გაქვს გაფუჭებული, მესამესთან მიხარ და რულავოიაო, ძმაო, გაფუჭებულიო გეტყვის, მერე ვიღაცას იმას გეტყვის, ვიღაცა იმას და საბოლოო ჯამში ნერვები გეშლება. დროს კარგავ, ენერგიას ხარჯავ და მიდიხარ იქამდე, რომ სწორი და ზუსტი დიაგნოზი მაინც არ გაქვს ხოლმე დასმული რა. ხო და ეგ პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ. მაგრამ ნუ მაგისთვის არსებობს ცენტრები და შედარებით მოზრდილი სახელოსნოები თუ რაღაც ქვია, სადაც სერვისები, სერვის ცენტრები, სადაც დაუსვავენ შენ ავტომობილს ზუსტ დიაგნოზს და იქვე შეგიკეთებენ კიდევაც ზოგგან შეგიკეთებენ, ზოგგან ვერ შეგიკეთებენ. ამარხ სპონსორი ჯერჯერობით არ ყავს. რომელიმე ავტოსერვისი ახლა რო იყოს სამარხის სპონსორი, რა თქმა უნდა ვიტყოდი, რომ აი იმ კონკრეტულ ავტოსერვისში მიბრძანდით, გაგიწევენ სრულ მომსახურებას, შეაკეთებენ ავტომობილს და ასე შემდეგ. მაგრამ არ არის ჯერ სპონსორი. არავევერ. არ არის. Facebook-ზე გავაკეთე ჯგუფი Turbo Team-ი. ლინკს დავტოვებ აღწერაში. და ვისაც სურვილი გექნებათ, გადმოდით, შემოდით ამ ჯგუფში, მოიწვიეთ მეგობრები და შევქმნათ ისეთი community, რომლებიც ვისაუბრებთ ავტომობილებზე, ერთმანეთს გაუზიარებთ შეხედულებებს, ამა თუ იმ კონკრეტული ავტომობილისადმი და ასე შემდეგ. ასევე გავაკეთეთ TikTok-ი, შეგიძლიათ ეგეც გამოიწეროთ, ლინკს აღწერაში დავტოვებ, ასევე Instagram გვერდი, მაგის ლინკსაც აღწერაში დავტოვებ. და შეგიძლიათ გამოიწეროთ და თვალყური ადევნოთ Turbo Team-ის ვიდეოებს, შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროექტებს, გადავიღებთ უამრავ მანქანას, საინტერესო მანქანებს. ასევე ვაპირებ, რომ როცა 50000 გამომწერს მივაღწევთ, გულისხმობ YouTube არხს, გავათამაშებთ მანქანას. კი ბატონო, არ მოგესმათ? გავათამაშებთ მანქანას და ამის გარდა ყოველ 10-20000 გამომწერზე, დამრგვალებულ ციფრებზე გვექნება რაღაც სხვადასხვა გათამაშებები. ასე რომ გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, რადგან არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, დაალაიქეთ ეს ვიდეო
და კომენტარებში გაგვიზიარე თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ ეს პროექტი, რას დაამატებდით, ან რამე ხო არ გეზედმეტებათ, ან რამე ხო არ დაგაკლდათ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველანაირ რჩევას მივიღებ და შეძლების დაგვარად ვეცდები, რომ ყველაფერი გავითვალისწინო. და ვნახოთ, როგორ ემოციებს გამოიწვევს ჩვენში ეს ავტომობილი. საკმაოდ ნორმალური აჩქარება აქვს. ნუ ისეთი არ არის, რომ სავარძელზე გაგაკრას და ორგანოები გადაგიადგილოს სხეულში, მაგრამ ნუ მისაღები არის რა. თუ გავითვალისწინებთ კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 1900 კილო არის ეს მანქანა. მაინც საკმაოდ კარგად ჩქარდება და საკმაოდ გასართობი ავტომობილია. თან გასართობია, თან კომფორტულია, თან ელეგანტურია. მშვენიერი მანქანაა, მე თუ მკითხავთ. საუკეთესო ავტომობილი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის. იმდენად კომფორტულია, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება თვალის დახუჭვა რა. ასე რომ ვისაც გინდათ კომფორტი, ელეგანტურობა, ცოტა სისწრაფე, იდეალური ვარიანტია ეს მანქანა. ხო, იმენა GTA. ვაშე სამნი ვიღოთ მე. რავი, გადაიღე რა. ჩვენი დღევანდელი განხილვა დასასრულს უახლოვდება და რა შემიძლია ამ მანქანაზე რომ ვთქვა. პირველი არის ის, რომ ძალიან კომფორტული მანქანაა. იმდენად კომფორტულია, რომ ამ მანქანას რომ მართავ, რაღაც მომენტში გავიწყდება დროის აღქმა და ანუ რა სრულიად გადართული ხარ ამ მანქანაზე. როცა ამ მანქანას ყიდულობ, ან უკვე როცა ყავს, მე რეიწყებ ისეთ ნიუანსებზე დაკვირვებას და ისეთ დეტალებზე, რასაც თავიდან ერთ შეხედვით არ აკვირდები. აი მაგალითად, წინ ბამპერზე, აი ეს მეგონა სეტკა, თუ ბადე თუ რა ქვია. და მე ახლოს რომ მივედი, აღმოვაჩინე რომ პლასმასია, ანუ არც საჰაეროს ფუნქცია, არაფერი არ არის, უბრალოდ პლასმასია. მაგრამ ეპატიება მაინც, იმიტომ რომ იმდენად კომფორტულია, რომ არა უშავს ავიტანთ ამ პლასმასს. თუ მოგინდა რომ შენ თავზე გამოცადო, რამდენად კომფორტული არის ამ მანქანის მართვა, ჩვენი მეგობარი კომპანია Luxury Car Rent-ი ამ ავტომობილს აქირავებს დაწყებული 1 დღიდან ნებისმიერი ულიმიტო დღეების რაოდენობით შეგიძლია იქირავო. თუ გამოიყენებ ჩემს პრომო კოდს Turbo Team E400, მიიღებ ესეთ შეთავაზებას. 5 დღის ქირაობის შემთხვევაში მე-6 დღე იქნება საჩუქრად. და ესე რო ამრავლო, რამდენი 5 დღესაც იქირავებ, იმდენი 1 დღე მიიღებ ამ მანქანას საჩუქრად. ვიდეოს შუაში ვთქვი და კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ გავაკეთე Facebook ჯგუფი Turbo Team-ი, ლინკს დავტოვებ აღწერაში, ასევე TikTok-ი, მაგის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში, ასევე Instagram-ი, რომლის ლინკსაც ასევე დავტოვებ აღწერაში. შეგიძლია გამოიწერო ეს გვერდები, გაწევრიანდეთ ჩვენ ჯგუფში და იქ გაუზიაროთ ერთმანეთს ისეთი ინფორმაციები, რაც თვლით და ვფიქრობთ, რომ საინტერესოა და სხვამაც უნდა იცოდეს. მე დაგემშვიდობებით, დღეისთვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ YouTube არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ სხვა შემდეგი საინტერესო ვიდეოები და დროებით.